გამარჯვებით მეგობრებო. მე ძალიან დიდ პატივად ვთვლი, რომ გადაცემაში მოქმედების დროა, რომელიც ჩემი საავტორო გადაცემაა, მონაწილეობს ისეთი ცნობილი მეცნიერი და გამორჩეული პიროვნება, როგორც ბატონი თენგი ჭალიაშვილია. ცნობილი არა მარტო ქვეყანაში, არამედ ქვეყნის გარეთ. ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ სამ ისეთ ქვეყანაში, როგორც არის გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ინსტიტუტის დირექტორი იყო 22 წლის განმავლობაში მუშაობდა, აქვს უდიდესი გამოცდილება და დღეს მსოფლიოს თუ აი ეს ელიტა, ვისაც კი ქვია ამ რომელიც არა მარტო ბიოლოგებზეა საუბარი, არამედ საუბარია ორგანული პროდუქტების მიმართულება, რომელიც მსოფლიოსთვის გახდა, როგორც ითქვიან, ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი, ამ ხალხთან მას პირდაპირ და კარგი კავშირი აქვს. მე მინდა გითხრათ, რომ მეცნიერთა კონგრესის ძალა იმაშიც აღმოჩნდა, რომ ბატონ თენგის ძალიან ცოტა ვინმე თუ უგებს ისეთი ეს არის შეიძლება ბუნდემო საუკუნის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, რომ აწლეულების შემდგომ, მაგრამ აი მეცნიერთა კონგრესის ძალა იმაშია, რომ ვხედავთ ჩვენ იმას, რომ დღეს ამას უფრო არსებითი და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხებზე საუბარს და დაგვიანებული იქნება. დიდი ხანია ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ და არ ვიცი ბატონმა თენგიზმა შეიძლება არ გაიზიაროს, მაგრამ მიმაჩნია, რომ შედეგი შეიძლებოდა ქვეყანას უკეთესი ქონოდა, რომ ვთქვათ ის საკითხები, რომელიც მის მიერ იყო დასმული, მხარდაჭერილი იყო მეცნიერების მიერ, მეცნიერთა კონგრესის მიერ მოქმედებაში მოსულიყო. ორგანული პროდუქტები ხელისუფალი როცა ხარ და ქვეყანაში რიგითი მოქალაქეც კი უნდა იყო ორიენტირებული იმაზე, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა ჭამდეს სუფთა პროდუქტს. ბატონ თენგისთან ერთად აი აქ შემოვიდოდით, ძალიან კარგ პიროვნებასთან, ცნობილ პიროვნებასთან მქონდა საუბარი, ამის თაობაზეც მე ვიტყვით, მაგრამ ისეთი მაგალითები მოიყვანა და ვამუნჯა, რომ მან შემოიარა პრაქტიკულად ბევრ ადგილზე სამზადდება რძე, რაღაც პროდუქტები და ასე შემდგომ და კაცმა თქვა, რომ შეფუთული კარგად არის, მაგრამ რას ვჭამთ, კაც მე არ მინდა ეს სიტყვები გავიმეორო, ის შინა პირადი საუბარი იყო და არ ვეხები ამას. მაგრამ ის რომ თქვათ ეს ქვეყანაში ძალიან წარედ უნდა იდგეს და დახზე რაც მოვა, როგორც იტყვიან მაღაზიაში რაც შემოვა და მომხმარებელი რასაც ელოდება, იმაში რომ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტია, ამაში ეჭვი არ მეპარებოდნენ, რომ ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბატონ თენგის მე თქვენთან პირად საუბრების მქონდა, რომ ქვეყანაშიც ბევრს მოძრაობ და ქვეყნის გარეთაც. ძალიან მახარებს, რომ ქვეყანაშიც ვნახე, თქვათ ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც უკვე გადართულია ამაზე და მეუბნებიან, რომ ბატონ თენგიზ დიდი ხანი არ გამოჩენილა, სად არის, ვთქვათ, აი ხომ ვაგრძელებთ ამ კურსს, მე ყველას პასუხობთ, არათუ ვაგრძელებთ, ეს ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი იქნება და ამის ნიშანი იყო სწორედ ის, რომ ახლა ჩვენ ტელევიზია ქართული ტივის დირექტორატი, ანუ მისი ხელმძღვანელი ვინც არის ბატონი ალექსანდრე კასრაძე, სწორედ ჩალვა გაჭარაბას იმ გუნდის გამგზელებელია და პიროვნება, რომელიც საერთაშორისო კონტაქტებს ფლობს და საუბრობს სწორედ იმავე განწყობით, რა განწყობად ჩვენ ბატონმა თენგიზმა ჩამოგვეყალიბა დასაწყისში და აი ტელევიზიაშიც კი ეს მოვიყვანეთ. ახლა ჩვენ სხვა ტელევიზიებს კონკურენციას ვერ გავუწევთ, იმათ მილიონები და მილიარდები აქვთ წლის განმავლობაში რომ ხარჯავენ ფულს და ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული, ადამიანს რაც მისთვის არის კარგი კვების პროდუქტი, მისი ხარისხი და ბევრი რამ, რომელიც აი ადამიანების დასაქმებასთან არის დაკავშირებული. ტელევიზია ქართული ტივი ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამის ნიშანიც იყო ის, რომ აი რეორგანიზაცია რომ მოხდა და დირექტორატის სათავეში ბატონი ალექსანდრე კასრაძე, რომელიც ამავე დროს გერმანიაში გამოცდილებით არის, ხშირად არის გარეთ, აი ხლა ამ მოკლე პერიოდი სულ რამდენიმე ხნის წინ იყო იტალიაში და ძალიან კარგი კონტაქტები აქვს და ორიენტირებულია იმაზე, რომ რაღაც ერთი პატარა ადგილი კარგად გითხრათ დღეს არა, ყველას გამოვუყავით მიწებიო, თქვა სახელმწიფოები ჩამოთვალა, არ მინდა დღეს ამას შევეხო, მაგრამ აი თქვა რომ გავაკეთოთ რაღაც ექსპერიმენტი და ეს ენდემური ჩვენი ჯიშები, რომელიც გავაცოცხლოთ, არაფერი მოგვიგდეს, როგორ კარგად საუბრობს, მას თავის საავტორო გადაცემა აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კარგი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ მას ეწვევით თავის ოფისში და იქ გააგრძელებთ ამ საუბარს, მე ალბათ იქათაც ტელევიზიაში ერთად შეძლებთ. ვიმეორებ, რომ დღეს მსოფლიო დარწმუნდა და ბატონი ბობი კენედის მოსვლა
რომელმაც სასწაული ნაბიჯები გადადგა და ესე იგი ისეთი პროდუქტები რომ ამერიკისთვის ეს დიდი დარტყმა იყო ისეთ პროდუქტებს თქვა უარი და უკვე რეალურად ბევრი ამოიღეს და რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის სხვა პროდუქტი რომელიც ნავთო პროდუქტების იმისგან იყო მიღებული ესენი რო აღარ იქნება ეს არის სინთეტიკური პიგმენტები დიახ ეს არის სწორედ ეს არის ხალხზე ფიქრი ხალხზე ზრუნვა და მოვიდა ადამიანი ძალიან კარგია რომ ჩვენთანაც გაჩნდნენ ასეთი ადამიანები სახელმწიფო წრეებშიც მის ფარგლებს გარეთ ეხა სახელმწიფო წრეებზე ბევრს ვილაპარაკებთ მაგრამ ამის წინ ეხა ქუთაისში ვიყავი და ნახე ერთი საავტომობილო ქარხანასთან ძალიან მიჭირს მისვლა იმის გამო რომ გადაცეს ჩინელებს გადაცეს სხვა ქვეყნის იმასთან არავითარი მანქანისმსახურებზე იქ საუბარი არ არის პირიქით ქართულ ტყეებში მოჭრილ მურებს გადაამუშავებენ და მიაქვთ მე ჩინეთში და სხვაგან ჩინური სოფელი აშენდა კატასტროფაა მაგრამ ერთი სასიხარულო იყო რომ მისი მაღაზი ესე იგი რესტორანი რაჭა რომელსაც თქვა რომ მხოლოდ სუფთა ყველაფერი არავითარი სხვა რამ რომ ჩვენი მეურნეობა გვაქვს ყველაფერი და გაოცემული დავჭი და კარგია ასეთი არა მარტო ერთი და ორია უკვე საქართველოში რესტორანი და მე უკვე მივხვდი იმას რომ რატომ მძლავრობს იქ ნაკადი ადამიანების და რატომ მიდიან იქეთ მოდის უკვე დრო როდესაც ყველა ვინ საკუთარ თავზე ოდნავ ფიქრობს ღარიბიც რომ იყოს მაინც იმაზე იფიქრებს რომ ჭამოს ის პროდუქტი რომელიც არ აავადებს მას და ამ საქმეს ყავს ერთი დიდი პატრონი სახელმწიფო უნდა იყოს და არის კიდევაც ალბათ თავის მიმართულებით და ღმერთმა ქნას რომ გაამკაცროს მოთხოვნები სტანდარტები ყველაფერი და საერთაშორისო დონეზე იყოს მაგრამ აი მე მეცნიერთა კონგრესში აი სწორედ ერთ-ერთი მთავარი და ერთ-ერთი მეცნიერთა კონგრესის აღდგენი კაცი სწორედ ბატონი თენგიზ ჯალიაშვილია და მინდა მივესალმო მას და მის მონაწილეობას ვრცელი ცოტა შესავალი კი გავაკეთე მაგრამ ბატონი თენგიზ განწყობა მინდა მეცე ძალიან საოცარი რამეები აქვს სიახლეები აქვს რომელსაც მივესალმები მადლობა ყველას მინისტრი იქნება მოადგილე იქნება ვინც მას უჭერს მხარს და დოკუმენტები ვნახე რომელმაც გამახარა და ძალიან კარგია რომ გიწევენ ასეთი შეკრებაზე და მე მიმაჩნია რომ თუ დაუშვებენ იმას ტელევიზია უნდა ჩაიწეროს ეს შეკრება და უნდა წავიდეს მე ტელევიზიით რომ თქვენ რა შეთავაზებთ თქვათ აი ამ ოფიციალურ ორგანოებს რა ვიცი უნდა გავჭირათ ეს გზა სხვა გამოსავალი არ არის მე როდესაც აი ამ წინს მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში ამას ვაკეთებდით რომან რუას ეზოსთან დაკავშირებით სადაც თქვენ საუბრობთ უნდათ მასთან ერთად რატო იმიტომ რომ ამ კაცმა ერთ-ერთმა პირველმა ფიზიკურად თქვენებურად ამას აფიცებით და ქონდა და ამ კაცმა ერთ-ერთმა პირველმა გააკეთა რომ ყველაფერი ორგანული აქვს არავითარი ქიმია მის ეზოში არ არის და ნუ სასიამოვნოა რომ ასეთი ადამიანების და ეს შემდგომ ჩვენ რატო გავაკეთეთ აი ეს სიგნი რომელზეც თქვენ კარგი სიტყვა თქვით ინტეგრალური რესურსები ამ რესურსების ქვეყანაში არ შეიძლება ჩვენ ღარიბად რო ცხოვრობდეთ ეს არის ისეთი რესურსების ქვეყანა სადაც ადამიანებთან ყველა უნდა მოიტოვდეს ჩვენი გარეთ არავინ არ უნდა მიდიოდეს და ხელს უნდა უწყობდეთ ადამიანებს რომ დარჩნენ ამ ქვეყანაში და მივხედოთ ამ ქვეყანას იმიტომ რომ მიწა წყალი ხაერი სითბო ადამიანური და ბუნებრივი რესურსები ინტელექტუალური რესურსი რომლის დამადასტურებელი აგერ ერთი პიროვნება არის და ამავე დროს დავით აღმაშენებელმა გეოგრაფიული რესურსიო გეოგრაფიული ჩვენ ტერიტორიული მდებარეობა გვაქვს ისეთი ღვთის ქვეყანა ვართ და ვარიან ღვთისმშობლის წინხვედრი ქვეყანა ვართ აქ არის უნიკალური მე ხმამაღლა ვამბობ ხშირად ბევრი მეუბნება რომ რაღაც აჭარბებ აი აგერზის თავარი ექსპერტი და ვამბობ ხმამაღლა როგორც ამერიკელებმა დაადასტურეს ინტელექტი დამოკიდებულია იმაზე საცხოვრობს ადამიანი რა სუნთქავს რა წყალს სვამს რა საჭმელს ჭამს რა მიწაზეა და ასე შემდგომ და საქართველოს ამ კუთხით ერთ-ერთი გამორჩეულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ ქვეყანაში არც მშიერი არ უნდა ვიყოთ და ჩვენ თუ შეგვიძლია გავლენა და ისტორიული მისია შევასრულოთ ეს არის სწორედ დაკავშირებული იმასთან რომ ინტელექტუალური მიმართულება აქ რაღაცა ჩვენ ინტელექტით შეგვიძლია მსოფლიოს შევასრულოთ ის რასაც ქვია საქართველოს სულიერი მისია რომელიც უფლისგანაა და მას აქვს როგორც მარიამ
ღვთისმშობლის სიყვარული ქვეყანას. დარჩენი ბატონო თემის პროგრამის შეცდომა დაუშვი არასწორად გაასწორა. არაფერი, გენაცვლე ჩემი თავი. მადლობას მოგახსენებ. უბრალოდ მე მინდა დავიწყო მადლობით ბატონ ლაშა დოლიძის მინისტრის მოადგილეს. გიერთდებით. პირველი რაც ავარია, რა მომიწონა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გადმომცეს მისი პირადი წერილი ჩემს სახელზე, რომლის დანარჩი მას მოუძებნია, რაც ძალიან ძნელია ეხლა ასეთი დონის ექსპერტის მოძებნა, როგორ ეხლა არის ბატონი პროფესორი მერაბ ჟღენტი, რომელმაც სკრუპულოზურად ჩემს მიერ წარდგენილი პროექტები სკრუპულოზულად განიხილა და გარკვეულად ის დადებითი დასკვნა მისცა, რასაც გზას უხსნის ბატონ ლაშას, რომ ეს გარკვეულწილად უფრო განიხილონ და დანერგონ ეს ყველაფერი. ეხლა რაზეა ლაპარაკი? მე რა შევთავაზეთ? ის შევთავაზე, რაც უკვე მოწონებული ამერიკაში, კონკრეტულად რა? ბობი კენედი ჯამჯათვის მინისტრმა მოწონებულია ბატონი თენგიზის მიერ მიწოდებული წინააღმდეგები მოწონებულია და ისინი პრაქტიკულად თანამშრომლობენ ბატონ თენგიზთან და კარგია რომ აი აქაც მოხდა ამის მოწონება ამას მილესა ეხლა უბრალოდ რა არის ბობი კენედიმ აკრძალა ორი კოლოსალური ბაზრის პროდუქტი ეს არის ნავთობიდან წარმოებული რვავე სინთეტიკური პიგმენტი და აგრეთვე ულტრაპროცესებულ საკვებს უწოდა შხამა. ესე იგი, ულტრაპროცესებული საკვები რა არის? ემულგატორებით, კონსერვანტები და იმით შექმნილი ეს ისა ყველაფერი, რომელიც იწვევს ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალურ რღვევებს და ამიტომ არის, ესე იგი, 70% ბავშვებისა არის არნახულად ქრონიკული დაავადებული, ხო? და 4 ტრილიონი უჯდება ქრონიკული დაავადებების კურნალობა ამერიკას. ეხლა პრაქტიკულად აი ამ საკვებმა შექმნა სწორედ და ამ არასწორმა მიდგომამ სოფლის მეურნეობისა სწორედ შექმნა ეს უზარმაზარი პლასტი შეიძლება ითქვას ქრონიკული დაავადებულებისა, რომ ეს ყველაზე მეტად აწყობს ფარმა ინდუსტრიას, იმიტომ რომ ისინი პრაქტიკულად მე მომივიდა უნიკალური წინვალი ელიტარული ექსპერტების, ისინი რომ პირდაპირ ადანაშაულებენ ფარმა ინდუსტრიას, რომ მათ აწყობს კი არ შემცირება ქრონიკული და არამედ მართვა ქრონიკული, რაც მეტია ქრონიკული დაავადებები, მით მეტი ისა ამას წერენ კოლოსალური ექსპერტები საჭიროება მათ ხო ისეთი როგორ არის საოცრება. ეხლა ამიტომ მე ბატონ ლაშა დოლიძის მე მაცამადობელი მიმართე და უბრალოდ ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ გასტრონომიის ეროვნული სააგენტო იხსნება საქართველოში, უკვე ხელი აქვს მოწერილი ამას და მე ვთხოვე მას, რომ ეს გასტრონომია რა არის? ეს არის ეროვნული საკვების გარკვეული მის აღორძინება. გამიხარდა. ხო, რა კუთხით გამიხარდა, რომ ესე იგი ჩვენი ქართული გენოტიპი 25 საუკუნის მანძილზე პრაქტიკულად უცვლელია. და ეს ფენოტიპურად, ესე იგი გენოტიპი უკვე მიხვდით რა არის, ხო? ჩვენი ისა. ხოლო ფენოტიპურად იმერლები, რაჭველები, ისინი სვანები, კახელები ფენოტიპურად არის განსხვავებული. ესე იგი მე როგორც მეცნიერს მაინტერესებს ბატონო თემიას, რომ რამ შექმნა ასეთი მრავალფეროვნება, რომელმაც აკაკიწერეთას ათქმენა, რომ ქართკახეთის სამეგრელო გულია და ესე იგი რომ აი ეს მრავალფეროვნება ფენოტიპური ხო საკვებმა შექმნა, ხო ფაქტია რა, ორი აზრი ადასტურებს, რაღაცა განსხვავდა. მე ვთხოვე სწორედ რომ აი ახლა ჩემს მომავალ ისა მეორე წერილში, სამადლობა წერილში ბატონ ლაშა დოლიძეს ვთხოვე რომ აი ეს ვთხოვე რომ გარკვეულწილად აი ამ სააგენტომ პირველი და ყველა ჩვენი შეიძლება ითქვას ეროვნული კერძები არის ფუნქციური საკვები და მე ვთხოვე რომ ფუნქციური საკვები
საკვები ეს დაეხმარება ახალგაზრდა თაობას თვითონ მათ გენომში არსებული პოტენციალური ნიჭი მაქსიმალურად გამოავლინონ ფენოტიპში. ხო, ეს იქნება ბავშვებისთვის, ხოლო ამავე დროს ჩვენ აუცილებლად ჩვენ ეროვნულ კერძებში ქონდა მე ახლა ვიხმარ ტელომერ მეგობრული საკვები, ალბათ რთული გასაგებია, მაგრამ ეს არის ჩვენს ორგანიზმში არის ყველა დეზოქსირიბონუკლეინში აქვს დაბოლოებები და ისინი რომ მოკლდება ჩვენი სიბერესთან ერთად და მე ჩვენ მიქეილ გაბრიელი წაგვიყვანს იმაზე. ესე იგი, როცა და სწორედ ტელომერ მეგობრული საკვები კი არ შემოკლდეს ეს ტელომერები. არამედ გახანდეს და ტაკი წარმოიშვას კიდევ და მე ვთხოვე რომ რომელიც დაეხმარება პენსიონერებს ჯანსაღ მოხუცებულობის გახანგრევაში, იმიტომ რომ შეხედეთ ხალხი რომ დადის ძლიერს დადის მოხუცებულები. მე 80 წელს უკაკუნე დღეს შემიდღეობაა. ხო. ანუ დაერთვას და ეხლა 80 უკაკუნე უკვე და ეხლა გარკვეულწილად შემიძლია. ხო, არა, მე უბრალოდ რა საკვები. აი საკვები ოღონდაც ესე იგი ხალხმა გამოფხიზდეს რომ საქართველოს ჰქონდათ ალკო მოხუცი და ისინი ყველა მუშაობდა ვენახში იმაში არისო რა ესეთი სასწაული დაჩეჩანაკებული ისინი მოხუცებულები და ეს უზარმაზარი ის არის აფთიაქებზე დაждდნენ და აფთიაქებზე დაждდომა კი არა საკვები უნდათ იმათ სულფასოვანი იმ მიკროელემენტებით იმ ყველაფრით რასაც იმაშება ხო ეხლა სწორედ ამასთან დაკავშირებით უნდა გავახაროთ იმიტომ რომ თქვენ წამოიწყეთ დიდებული გადაცემა ქალბატონ მარი კიკაძესი რომელმაც აი გორგასლის ორდენი უნდა ჩამოვყიდოთ ქალბატონ მარის რაც გააკეთა რომ მაგ შექმნა აი ეს სუფთა ორგანული ხორბალი აწარმოა ორგანული ხორბალი რომელსაც აქვს არნახული მომავალი იმიტომ რომ რატომ თქვენ ახლა იცით რომ ხორბალი და ბევრი ისინი იწარმოება გენ მოდიფიცირებული ამავე დროს დღევანდელ დღეს უმეტესი ხორბალი შრება გლიფოსფატით კანცეროგენული გლიფოსფატით და ისე აფრთხილენ უბრალოდ ის გლიფოსფატი სწრაფად აშრობს იმას რომ არ დაუკვდეს ხო ესენი ის გლიფოსფატს ეკითხებით ვინმე მოაშორებს ხორბალს ვერავინ მოაშორებს დაფოვენ და მე ეს გლიფოსფატი არის ფქვილში და იმ ფქვილში და იმაში თურმე აღმოჩნდა არა მარტო გუშინ მომევიდა მე ამერიკიდან ისინი გაცოფებულები არიან რომ აი ის ბავშვების საკვებშიაც კი გლიფოსფატი აღმოჩნდა იმიტომ რომ უაშრობენ არა და მე დაფოვენ ფქვილი რო არის ის ფქვილი მიდის თურმე აი ამ ბავშვების საკვებში და ყველანაირად ბავშვების საკვებში აღმოჩნდა აი დაუშვებენ დასაშვები საერთოდ არ არსებობს ხო ნორმა იმიტომ რომ მე რომ მითხრეს რომ დასაშვები ნორმებს ვეძებთო დედის რძეში ესე იგი გავცოფდი რომ როგორ შეიძლება დასაშვები ნორმები იყოს ტესტებისა დედის რძეში ანალოგიურად ბავშვის საკვებში როგორ შეიძლება იყოს ამ დასაშვები ნორმები ან საერთოდ როგორ შეიძლება აქიდი არის არნახულად მაღალი დოზები ამ იმისა გუშინ წინდელი ისინი იყო და გავახმაურეს ყველაფერი 1000-ჯერ მეტი 90 წელთან შედარებით იმაში იწება ამ კანცეროგენული გლიფოსფატით ისინი ჩვენთანაც შემოდის ოღონდ სხვადასხვა სახელებით ერთიდან მთელი უბედურება რა არის როგორც ინდოეთის შტატმა სიკიმის შტატმა აბზალა და 2016 წელში 100% ორგანული გახდა და 2018 შტატმა აი მეგობრებო კარგად მოისმინეთ ეს ინდოეთის შტატი ინდოეთის შტატი ალბათ ამ შტატში ერთი 150 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. არა ვიცი, ამდენ ცხოვრობს, მაგრამ თავარი ის არის, რომ ასეთი შტატები კიდე 8 იქნება უკვე ეს ორგანული. თანაც რა არის, რომ ამათი თუ იმათ შეძლეს ეს ყველაფერი, ხო? აი ჩვენთან რა არის, იმიტომ რომ ეს რასაც კი ამ შხამთიმრატებს და იმას ასხავდა, იმაშება ანადგურებ ნიადას, ანადგურებ ჯანმრთელობას, ანადგურებ ყველაფერს, ესე იგი და ეს ჩიხურია იმის შემდეგ უკვე პრაქტიკულად მომავალ თაობას აღარ უტოვებ რა ეს შეუნახე ის მახსოვს ჩაკუჩით რომ მოდი და ვინც აწარმოებს ხამქიმიკატები თუ იმას მოგლეთ აი ესე იგი პრაქტიკულად აი ეს არის რომელიც უნდა
მოვაშოროთ ადამიანებს. შანქიმიკატები კატასტროფა. ხო, ეხლა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ისა, ეს ძალიან გამიხარდა, რომ ძალიან კარგია. მინისტრის მოადგილე ბატონ ლაშა დოლიძეს შვენიერი ისინი დასკვნით და იმით შემოვიდნენ და დიაგნოზებული ვარ არ გაჩერდებიან და გააგრძელებენ. დავიწყეთ უკვე, მე ვესაუბრე უკვე ბატონ მერაბ ჟენს ძალიან დიდი მადლობაც გადაუხადე რომ სტოპიზუა და მიუკერძოებულ ვართ, იცი? მაგაზე მე ოღონდაც კრიტიკული იყოს ობიექტური რაღაცა ერთად ეს ჩვენი სამშობლო და ჩვენ სამშობლოში უნდა ერთად შევიკრათ, ხო, ამას უღეროდა დოლიძე, ხო, ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე ღმერთო. აი მეორე არის ძალიან საინტერესო მსოფლიოში პირველად ბატონო თემურად გაგახარებთ მსოფლიოში პირველად კლინიკა ჰარმონიაში ექიმ-თერაპევტ ნუნუ ქემაშვილის მიერ იაპონური ნაკატანის მეთოდით მოხდა დაფიქსირება სამკურნალო ეფექტისა შატოზეგანის მიერ წარმოებული ორგანული ღვინისა. ძალიან საინტერესო პიროვნება. სოფლიოში ასად ეგეთი რაღაცა არ მომხდარა. მე ჩემ თავზე გამოვცადე, იმიტომ რომ ყველანაირად შევამოწმე და ვერაფერი ვერ მიპოვე ისეთი რომ კრიტიკული რაღაცა ქონოდა და მე უბრალოდ მოულოცე ქალბატონ ნუნუს, რომ მან შეძლო სოფლიოში პირველად ამ ნაკატანის იაპონური მეთოდით შეძლო რომ როგორ მოხდა, იცი, ძალიან მოკლედ გეტყვით როგორ ჩატარდა ეს ყველაფერი. პირველად მოხსნა ფონი თლიანად ყველა ორგანოების, რა მდგომარეობაში მაქვს ორგანოები, მითხარი თავის ტვინი გაქვთ, გადაღლილი და გადაისარიო, ახლა იმდენი ყურებიდან ბოლი გამომდის, იმდენი ინფორმაციები უნდა მივაწოდო. მას შემდეგ რაც ამირჩიეს იმ ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვებისა და ჯანმრთელობის დამაკავშირებელი ინსტიტუტი. ეს არის ვისალოცი ბატონებო, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკულად სამეცნიერო საბჭოა, ხო? ხო. ეს სამეცნიერო საბჭოს წევრად აირჩიეს სურათი რომ დავინახე, გამიხარდა. ეს არის ძალიან დიდი რამ მივესალმოთ და გავიხაროთ, რომ აი ასე დააფასეს. პირველი რამთავარია, მე მეხსნება შანსი, რომ საქართველოს ინტელექტუალური ძალები და აი სამინისტროს წინვალე ხალხი დავაკავშიროთ ერთობლივ იმაში, იმიტომ რომ ისინი სწორედ კვებაზე არიან, კვებისა და ჯანმრთელობის დამაკავშირებელი ინსტიტუტია, ხო? ესე იგი, კაკრას აი იმ კვებაზეა ლაპარაკი, რომ ფუნქციური საკვები იყოს და ყველაფერი ის, რასაც ჩვენ გვინდა რომ აქ დავნერგოთ. შესაბამისად, ეხლა მე უკვე მათ შევთავაზე, ოღონდ იცით რა არის, ერთი რაღაცასაც გეტყვით, რომ გერმანიაში ინსტიტუტის დირექტორი რო ვიყავი, ბატონ თემურას დამირეკა ლაიფციგის უნივერსიტეტის რექტორმა ვოლკერმა, რომელიც არის ვოლკერ ბიგლია ასეთი ისა და მითხრა რომ თენგის შენთან უნდა წაიკითხო ლექციებიო. ხო და დამიბარა თავისთან, ჩავედი, ძალიან დიდ პატივს ავცემ, დიდი მეცნიერია იყო ისა მაშინ იმ პერიოდში და ყავას მიმზადებდა და მის კაბინეტში რაც წაიკითხავა და რაც არ ვიცი მეთქი. და ესე იგი, ყავა მოქმედა და კი ამ ხელი გაუვარდა. რაც არ ვიცი, მე ვთქვა, იმიტომ რომ ჩვენ კი არ უნდა მივაწოდოთ რაღაც ინფორმაცია, რა ვიცით, მაგრამ რაც არ ვიცით, სწორედ აი ახლა მინდა ხო, ის უნდა ვიკვლიოთ, რომ პროგრესი იყოს, იმიტომ რომ თუ არიცი რა, არიცი შენ. ჭკვიანური მეთოდი. ესე იგი, და 3 საათი მალაპარაკა, საოცარი რაღაცეები მისე ყველანაირად დავაწყეთ ეს ყველაფერი და ეხლა მინდა გითხრათ, რომ ქალბატონ ნუნუ ქემაშვილის მიერ სოფლიო ეფექტი დაიჭირა. მან ნატურალური ორგანული ღვინის ეფექტი მომიხსნა თავის ტვინიდან, აი ეს დაჭიმულობა, ეს ყველაფერი ყურებიდან ბოლი გამდის, რომ იმდენი რაღაცები მასალები უნდა წავიკითხო, უპასუხო და უამრავი ისენია და ედულად გაუზიარო ჩემს კოლეგებს და ჩემ ყველა საღამოს მოაზროვნე ხალხს, რომ რა ხდება იქ, რა მიმართულებებია, როგორ არის და შესაბამისად ეხლა რა არ ვიცი. არ ვიცი რომ აი ამ ნატურალურ ღვინოში
ჩვენ ვეძახით მატრიცულ ეფექტს, რომელშიც არის ატოციანები, რესვერატროლი, მიკროელემენტები და კიდევ უამრავი სხვა სხვები. ერთად ქმნიან რაღაც გარკვეულ მატრიცულ ეფექტს. მაგრამ თუ ცალ-ცალკე თითოს გამოყოფ, აი მაგალითად აქ ეს რომ ამაში იყოს და მე ეს ამოვიღო, ამას არ ექნება ის ეფექტი, მიხვდით ამ იმასე. აქ მცირე რაოდენობასაც კი მიკროგრამებსაც ამასთან ერთად, როგორც მაგალითად რესვერატროლი ეთანოლში იხსნება და ეთანოლი არის ბრწყინვალე შემტანი. რატომ მოხდა 10 წუთშივე გამიფიქსირა უკვე საოცარი ეფექტები უკვე ღვინისა თავის ტვინზე არის დაჭიმულობა და ეს ისინი მომიხსნა და დამამშვიდა ყველანაირად ისინი და კიდევ უამრავი სხვა რაღაცები მასნა და უკვე ბატონ დავით ტატულაშვილს გადაუგზავნა ეს ყველა მასალები და სთხოვა რომ რაც შეიძლება ფართო სპექტრით იმას ვთქვათ გავაკეთოთ კვლევა, იმიტომ რომ ეს რა არის იცით რომ ეს არის აბსოლუტურად მოუხნავი, მაგრამ აქ რომ ერთ მართვას რომ ჩავაგდე დიდი მოსავალი გაქვს, იმიტომ რომ ის სადაც გადახნულია და ის არის სამეცნიერო პუბლიკა მიდიოდა, იქ არაფერი აღარ რჩება, მიხვდით? ამ კიდე აბსოლუტურად ის არის საოცრება. თანაც რა არის მთელი უბედურება დაჭერს ბატონ თეიმურაც რომ ფარმა ინდუსტრია ებძვის ღვინოს. და მე ვუთხარი ეხლა ამაზე მე სენატორებს და იმას გაუგზავნე ამერიკას სენატორებს, გადასარევი სენატორები არიან საღად მოაზროვნეები და ჩვენ რაც გამიხილეთ აქა, სწორედ ეხლა სენატში მიდის, მე რაც ახსენდი რომ რა შეიძლება ყოფილიყო იმ ვაქცინის ისა საშიშროება, ზუსტად ეხლა ყველაფერი დამტკიცდა სენატში. კარგია, ლოცავ, კარგია. ეხლა მთავარია რომ მე ეს მინდა ავაგორო, რომ საქართველოს ამერიკის ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად რა არ ვიცი, მე არ ვიცი რა ისინი კომპონენტებია ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები ამ იმაში. რა ქმნის აი ამ მატრიცულ ეფექტს და ამათ აქვს 3 მილიარდიანი დაფინანსება ბატონ თეიმურას ამ ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ამათ აქვს ბრწყინვალე ისინი ანალიზების უნარი შეძლოს და ეს მინდა რომ ამავე არა მარტო ჩვენი გამოვიყვანოთ, არამედ ფლორიდის იმაში არის სტატში არის აგრეთვე მათი ორგანული ღვინოები და ამ ნაკატანის მეთოდი ჩვენ შეგვიძლია იმათიც ისინი შევამოწმოთ. ეხლა რატომ არის 20 მილიარდის საუკეთესო ღვინოების გაყალბება მიდის 20 მილიარდის ბაზრის, როგორ გემო და სული ადვილად შეიძლება სინთეტიკური იმებით ნაერთებით შევქმნათ რას გინდა, როგორიც გინდა და 20 მილიარდის ის არის, მაგრამ ის გაყალბებული ღვინო ვერასდროს ამ ეფექტს ვერ მოიგებს და ნატურალური ღვინო მოხსენს და ამიტომ გამიხარდა რომ ის ელითა და სული ერთ-ერთი წინვალი დეგუსტატორის კი ვერ მოხდება. ხო, მიმიხდით რა არის, აქ რო ქონდა ბატონ მურმანი რო ყავდა, ესე არის აბსოლუტურად ერთი პერიოდი იყო, როდესაც მართლა ნატურალური ღვინოების ის იყო და ეხლა ვეღარ გაარჩევ, იცით, იმიტომ რომ გაყალბება მიდის არნახული მასშტაბებით, ხო? და ყველანაირი სინთეტიკური ისენი და რა გემოსაც გინდა იმას ჩასვამენ და ყიდულობენ იმ ერთ ღვინოს, იმის გემოს სულს იმაშვებიან და მე შტაპავენ უკვე იმ ღვინის სულს და გემოს, თორე პრაქტიკულად იაფასიან ღვინოებზე. ამაზე ოფიციალური მონაცემებია უკვე 20 მილიარდის გაყალბებული ღვინოა. ეხლა ისეთი უბედურება გავუკეთე მაგათ, რომ პრაქტიკულად ნარდი, ფაიზარი, ორგანული ღვინო, ნატურალური ამ ელექსირები და მატრიცული ეფექტით ამ ნაკატანის იმას მეთოდს ვერ მოატყუილებს. ეს აუცილებლად მოგცემს რაღაცა გარკვეულ ცვლილებას. 10 წუთში და 9 საათში გამიკეთა ისინი და უკვე 9 საათში დასტაბილირდა. 10 წუთში უკვე პირველი ეფექტები იყო. ბატონოს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომ ესე გუშინვე დაუკავშირდა ბატონ დავითს, უკვე შეთანხმდნენ უკვე ყველაფერი იმასაც და ამოვისურვეთ რომ დავძალი აი მიმართულებით ისა. ეხლა უკვე დღეს ბატონ დავითი ენერგიული პრაქტიკული კაცია დიდწილად. ეხლა მინდა რომ ეს ყველაფერი ანალიზებზე გავაგზავნო ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომ აი ისინი დავადგინოთ ეს ყველაფერი და ამით იქნება ის რაც არ ვიცი ამ წუთში მეცოდინება უკვე ანალიზები რომ დაიდება რა მოხდა ეს საუკეთესო სამკურნალო ეფექტი. პირველი სამკურნალო სტატუსის შექმნის იმას როგორ ქვია პროტოკოლი ქართულად როგორ იქნება?
ოქმი, ხო? ოქმი შედგეს, როგორ შეიძლება სამკურნალო ღვინოების კლასიფიკაცია გავაკეთოთ და რომელი ღვინო როგორ რაზე მოქმედებს და რაღაცა ნაკატალის მეთოდმა რა თქმა გუშინ ქალბატონ ნუნუ მაჩვენა რა, ეს არის რაღაცა უნიკალური მეთოდი იაპონელების მიერ შექმნილი და მე ქალბატონ ნუნუს უნდა მიულოცოთ დიდი ნახტომია. მე ვთხოვე უკვე ისე ჩვენი ტექნიკურ უნივერსიტეტის იმას ქალბატონ თეამურმა გადასარევი უჭკვიანესი ქალბატონია, რომელმაც ჩვენია დამარიგა როგორ და რარერად გაკეთეს ყველაფერი ეს ურთიერთობები ამერიკისა და საერთოდ ყველასთან ურთიერთობები და მე უკვე მივეცი აი ახლა თქვენ რაცაც აი ისა გაიცანით უკვე რომ გარკვეულწილად დაიდოს ხელშეკრულება რომ იმად გამოიკვლიონ ეს ყველა ბიოლოგიურ-ტაქტიკური ნაერთები და ამავე დროს მათი ღვინოები შევამოწმოთ ჩვენ უკვე ნაკატალის მეთოდზე აქ ამასთან აი ამ კუთხიდან მინდა რომ მოგილოცოთ სულ ყველას ქართველებს რომ დალიეთ ესე იგი ნატურალური ღვინო რომელიც არის ფუნქციური საკვების მდგენელი ამას ფრანგული პარადოქსი რო ეძახიან ამაზე იყო აგებული რომ ფრანგები რატომ ცოცხლობენ დიდხანს მხოლოდ იმიტომ რომ ღვინოს ხმარობენ ცხიმოვან და იმ ყველა საკვებთან ერთად ამ ღვინოს იხმარებენ და ჩვენ 8000 წლის მანძილზე ამას არ ხმარობდნენ საცივთან და იმასთან ხოჭავდნენ და ღვინოს ხოსავდნენ არაფერი რაოდენობით 50 მილilitrმა ბატონო თეიმურას 50 მილilitrმა მეტი არ დამილევია ისა 50 მილilitrმა მომცა ესეთი ეფექტი ესე იგი მცირე რაოდენობითაც კი საკმარისია და ქალბატონიც მოიწვია ქალბატონმა ნუნუ ექიმამ და იმასაც იგივე ეფექტი დაუდგინდა რომ ამ პატარა 50 მილilitrმა შვენიერი ეფექტი ასე და მეც ამიყვანეთ ხანდახან არა თქვენზე აუცილებლად უნდა გამოვსადოთ რა ეს ისა ის ვერო დავშა 50 მილilitრის დავშა და ეხლა თქვენთვის ეს არის 50 თქვენზე უკვე ნახეთ როგორ როგორ დაწყალდები დამშიდები და საოცრად კარგად გახალისდები ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავ რომ გამოვედი იქიდან რომ ესე იგი გავხსენით ის რაც ყველაზე მეტად მიჭირს რომ როგორ წარმადგინოთ ღვინოები ღვინოს რაოდენობა კი არა 8 მილიონი ბოთლი გავიტანეთ რა ფასად გაყიდეთ დალოცული $2 რო ყიდით პეპსიკოლას ფასად რა როგორ შეიძლება ეგ ამბავი ხო ამიტომ ჯობია რომ ვაწარმოოთ ცოტა ხარისხიანი მაგრამ ხარისხიანი როგორ უნდა ვაწარმოოთ ხარისხიანი თუ არ შემოწდა ის ამბავი ხო ყველაფერი ეს ისენი პეპსიკოლას უკვე ამერიკის გარეთ უფრო სვამენ ვიდრე ამერიკაში ხო გაგახაროს მე ზუსტად იმიტომ რომ ის ულტრაპროცესებული საფუძველი შევიდა ეს ისენი უამრავი კიდე აი კენედი ძალიან შეუტია მას ხო და აი ახლა მე უბრალოდ ვინაიდან კენედის გუნდში მე ვარ განკუთვნილი ხო ამიტომ მე მინდა რომ კენედის ამოვდგე მხარში იქ განხობები 4 ტრილიონის ღირებულება რო არის ქრონიკული დაავადებები და ეს ეჭირავებიან ეს ისინი უზარმაზარი ფარმაინდუსტრია და ეს კვების კონგლომერატები დიდი უზარმაზარი კონცერნები ეჭინავდებიან რომ ეს ყველა არადა დედებმა ამერიკისგან გამოაცხადეს არ ვიყიდით თუ ამ სინთეტიკურ პიგმენტებს და ნავთობიდან წარმოებულს იმას ამიტომ რომ აუტიზმი და რაღაცები 1/31-ია ბავშვებისა ხო თანაც ბავშვი ახლა იმდენად მაპატიე და ამ სიტყვას არ ვიტყვი იმას რომ რაც ფარმაინდუსტრიამ იკადრა რომ ბავშვი 6 წლამდე 70 აცრით იმაშვებიან ნუ ეს არის ჩვენ წინათ იყო 6 ეხლა ფულს აკეთებენ ბატონო და აუტიზმი როგორ შეიძლება რომ აი ამ საკვებითა და ულტრაპროცესებულ საკვებით ამ სინთეტიკური პიგმენტებით ამ აცრებით ამ ყველაფრით გააუბედურა ბავშვები და 70% ქრონიკული დაავადებული როა ბავშვები ეს ხო ერის ის არის განგაში ხო აი ეს განგაში ატეხა ბობი კენედიმ და მე როგორ არ ამოვუდგე მხარში და როგორ არ იმას და უკვე გავაგზავნე პირველი რა გაიხარდებათ და მოიწონეს იქ რა და ბატონ დავით ატულაშვილმა თქვა რომ მეც აქ მინდა მე თვითონ დავაფინანსებო პირველი კი აკრძალე სინთეტიკური პიგმენტები რავე ყველანაირი ფერის მაგრამ რითანაცვლებ მე შეთავაზე სრულიად ახალი მეთოდი
და რომელსაც შეუძლია ადგილობრივად აწარმოონ ფოთლებიდან, იმიტომ რომ ფოთლებში ხო არის წითელი, ყვითელი, მწვანე, ხო? ეს ყველა ისინი პიგმენტები არის, თან ფოთლი ყველგან არის, ხო სწორია რა? და აი ეს ფოთლებიდან წარმოებული უნარჩენო ის წარმოება იქ მოეწონა. ეს წარმოადგენენ ბატონ ლაშასთან დოლიძესთან, ამათაც მოეწონა. ეხლა ბატონი დავითი ტატულაშვილი თავის იმაში უნდა რომ ააწყოს და მე მინდა რომ უკვე დავაკავშირებ მთის განვითარების დეკანი ბატონი ნოე ხოძლევანიძე ამა და სტუდენტები მინდა რომ დავაყვალიანოთ რა ეხლა პრაქტიკულად იმუშაონ იმ ნატრალპიგმენტების წარმოებაში უნარჩენო წარმოებაში და კობალაძე ჩვენი მეცნიერთა კონგრესის წევრი გახლავთ რომ ყველა მხარს მიჭერს ამ იმაში ესე იგი ქართველები რაღაცნაირად კარგად შევეკარეთ იცი რომ ერთმანეთთან დამილოს ღმერთო დონიზე რომ ღეროდა აი სწორედ ეხლა წამოვიდა რაღაცა იმიტომ რომ უკვე ჩვენ თავს ჩვენ მაგრამ სამაგიეროდ მეორეზე უნდა ვთქვათ უარი სიმღერა ხო გახსოვთ როგორია თუ გამაჩინე კიდეც მარჩინეო ხო არა ეგაც გაჩინე ეს ხო უგედურებაა რაც რო გაგაჩინე კიდე მარჩინეო კი არა ხო ეგაც იმათანაც ჯამთელად რო გარჩინო ხო ჯამთელი და არა პროდუქტი დავაწყო ისე თამას გეტყვით ბატონ ტექნიკ რომლის ეხლა ძიებაში ჩვენ მეცნიერთა თქვენი კუთხით მუშაობთ და მეცნიერთა კონგრესში გარკვეული ჯგუფი რომ აი თქვა საქართველოს ბიუჯეტის ანალიზი ჩვენ საქართველოს ბიუჯეტის ანალიზმა მოგვცა სამ ძინე დასკვნები ემპირიულ ზედაპირზე რას დევს უკვე ახლა ამაზეა ლაპარაკი მე მხოლოდ რა მაქვს რომ ესე იგი წამლის რეალიზაციით და წამალთან დაკავშირებული რო შემოიტანა გადაიხადა მე წამალი რო გაიხიდა ისინი მე საავადმყოფოები და ესენი ანუ ჩვენი ავადმყოფობით გამო ბიუჯეტში შესული ფული ბიუჯეტის 40%-ს აღწევს. ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ რომ როცა ამ დღეებში მე რაღაც დიდი კონტაქტები მქონდა უცხოელ ქართველები უცხოელები ამბობენ რომ 2-3%-ს უაძლევს ქვეყანაში აი მედიცინა და აი ისიც კი ძალიან ძიმე არისო. ახლა აიწია ბოლო პერიოდში ევროპასა და ამერიკაში იმიტომ რომ შემოვიდნენ აფრიკიდან არაბული ქვეყნებიდან და ასე შემდეგ ესენი ხილობენ წამლებს როცა ჩვენ ამერიკა ვიყავით მარტო ევროპა ვიყავით და არ იყვნენ ესენიო აი მაქსიმუმ 5%-ზე მეტი არ იყო თქვენ წარმოგიდგენიათ როცა ლაპარაკი არის 5%-იც კი დიდიაო ჩვენთან 40%-ს აღწევ ჩვენ ამ ანალიზს გავაკეთებთ ახლა და ნახეთ ევროპის ქვეყნებში ტრილიონს იხდია ამაში ნახეთ როგორ არის ამ ძალიან ბევრ ქვეყანაში ევროპაში როგორ არის პირველი ქვეყნის აკეთებს მოხსენებას ერის ჯანმრთელობის თაობაზე ისტორიული მოხსენება ხოლმე კეთდება ყველაფერი აბსოლუტურად და ამ მოხსენებას უსმენს და კითხულობს თითქმის ამ ქვეყნებში ჩვენ დიდი ხანია მეცნიერთა კონგრესმა შევთავაზეთ ხელისუფლებას რომ ისევე როგორც ევროპაში არის რომ პირველი პირი გამოდის და წელიწადში ერთხელ ერის ჯანმრთელობის შესახებ აკეთებს მოხსენებას ეს პარლამენტის ტრიბუნიდან კი არა მარტო დიდი რაოდენობა იკრიბება ხალხი ჩვენ ესენი ყველაფერი გასაზიარებელი გვაქვს სამომავლოდ მე დღეს გეუბნებოდით რომ აი შემოვიარე კავკასიაში ახლა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და რა თქმა უნდა კარგია ამერიკაში რომ მივიდივართ ევროპაში რომ მივიდივართ კარგია ეს თქვა ჩინეთში წავედით ევროპულ ქვეყნებში რუსეთში და ასე შემდეგ მაგრამ აი კავკასიაში ძალიან დიდი პოტენციალია ძალიან დიდი პოტენციალი და აი მაგალითად ახლა ჩვენ ხელისუფლებასთან გავაფორმებთ ამას გარკვეული პერიოდის შემდგომ და მივწერთ მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამ იმაში რომ თავაზობ წინაადებას რომ ერთი აი კავკასიური პროდუქტები ერთი დიდი ცენტრი აი რაღაც შეიქმნას იმიტომ რომ მე რო ვამბობ რომ აი ხბოსხორცი ნახე აგერ კავკასიაში თილოთ კავკასიაში ორგანული და იქ შეიძლება რომ შეამოწმო კი ლაბორატორია აბსკინვალი უფოსოდ გამოწმებინებენ აი ესე იგი როცა ასეთი რამეები არის აგერ ჩვენთან აგერ კავკასიაში ყველაფერი მოდით გავხსნა თუ 20-22 ლარი ღირს ხბოსხორცი საუკეთესო თუ 20 ლარი ღირს და უფრო ქვემოთ კიდე მაღაზიაში საქონლის ხორცია ჯოხის ხორცი საუკეთესო მოდით გავაკეთოთ ესეთი რამ უნდა იყოს მოთხოვნა რომ დიდი აი მაგალითად ვისურვებდი რომ დღეს ერთօր პიროვნებას ვეუბნებოდი რომ ასეთი დიდი ლაბორატორია რომ გაიხსნას რომელი ლაბორატორიაც მე 4 ნახე უკვე ჩრდილოეთ კავკასიაში რაღაც ასეული ერთი გერმანელებთან და ბელგიელებთან გაკეთებულია რაღაც ასეულია მართლაც და ასეთი ლაბორატორია რომ გაიხსნას და ამ ლაბორატორიას და ბატონ თენგიზის მსგავსი ან თვითონ ბატონ თენგიზი იყოს პიროვნება იმისა რომ აქ შესულ პროდუქტს აი არავითარი რამ ხო ნახეთ დღეს იტალიიდან ჩამოსულმა კაცმა რა მითხრა
აგერ შევედი მოძღვრელა ხო? შევედი მაღაზიაში, ჩვეულებრივ მაღაზიაში ღირს 5 евро. მაგრამ გვერდით არის ასე იგი უკვე ჯანსაღი პროდუქტის მაღაზია, ორგანული პროდუქტის იქ ღირს 35-40 евро. ანუ ის აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ იმაში, რომ და თანაც როგორ ნახეთ რა თქვა, ერთი ლუკმა იმისი უდრის ამის 100 ლუკმას. არა, ის ავაამწყობებს და ის ავაამწყობთ, რომ დავაამწყობთ. ხო, ჩვენ ფულს ვიხდით ჩვენს ავადმყოფობაში და რომ ნახოთ კვებითი ღირებულება რა აქვს, ანუ 100 გრამს იმას რომ შეჭამოიტყვათ ის ჯანსაღი რომელიცა იგივე შედეგს გაგავს, რაც 1 კილო რო ჭამოიქეთ. შეკითხვა მაქვს. კი ბატონო. ბატონ თეიმურას, ჩაუმითვალეთ 3 უმთავრესი რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტია ადამიანისთვის. ადამიანის ახლა მე პირველი წყალი, ჰაერში ჟანგბადი. კი, ნუ რა თქმა უნდა, ხო ამას ვამბობ. აი მაგასთან მინდა ცოტა კითხვა. აი, გასაგებია. 4 ლიტრი გჭირდება თქვენ დღე-ღამეში ჟანგბადი, რომ ნორმალურად ისუდეს. ამას აკეთებს დაახლოებით 5-6 ხე. რომ მოგაწოდოთ ის ჟანგბადი. ერთ კაცს საჭირდება. 4-5 ხეა საჭირო. 1-5. ამავე დროს 54 litrას წამში წვავს ის თვითმფრინავები, რომელიც ეხლა გაიხსნა საქართველოს ცა და უამრავი ხმარ ალბათ გესმით, რომ ძალიან ბევრია, რომ ეს თვითმფრინავები დაფრინავენ ჩვენთან. ეხლა გეკითხებით, რომ ჟანგბადს ექსპორტირებას გააკეთებ საიდან მე? კავკასიიდან გასულია. ხო, ესე იგი პრაქტიკულად უნდა დაფიქრდნენ, რომ გვაქვს ჩვენ ისეთი ჟანგბადის წარმოებები. საოცარი რამე მითხარით თქვენ, აი კავკასიაში მეცნიერებს როცა შევხვდით, ჩრდილოეთ კავკასიაში რა მითხრეს? ჩვენო თუ კავკასიას არ გაუფრთხილდებითო, ჩვენ კავკასია დავსჯის. კი, უდაო. და ვეუბნები, რომ კავკასიელიცო და კავკასიელო, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი არის ის ჰაერი, ის ჟანგბადის ნაკლებობა აი ხო ნახეთ მეცნიერება მაინც საზღვრები რო არა აქვს რა. აი რასაც თქვენ ერთად მეუბნებით ამ საუბარში, ეს მithmens დღეს ცნობილმა მეცნიერება რო ხდებოდი ჩრდილოეთ კავკასიაში, ასე დეტალები არ ქონია, რომ რასაც თქვენ ამბობთ ერთი თვითმფრინავი და ან თუნდაც რა წარმოიდგინეთ. წამში წვავს 2 ხო და წარმოიდგინეთ, რომ ერთი ადამიანს რა ჟანგბადი ჭირდება 4 ხეა საჭირო და გაიკაფა ყველაფერი. თბილისში მშენებლობა მინის ისე რომ აი მოვისპოლკო რაღაც წარმოუდგენელი მე ვლადიკავკაზში ვნახე და აბსოლუტურად ძველი ქალაქი დაუტოვებიათ. წყალტუბოში რო ჩავედი, წყალტუბოში აი აბსოლუტურად როგორ ვსუნთქავდი, იცი როგორ აი ღმერთო მაღალო. ესე იგი ჰაერი იყო გავსებული ჟანგბადი, რომ ძალიან ბევრი სიმწვანეა იმაში. ეხლა მე გეკითხებით თქვენ აი ხიმიკატებით, ტონობით ესე იგი თქვენ შეიძლება ცუდად გახდეთ რა რაოდენობის ყოველწლიურად აი ეს ხამქიმიკატებით ირწყვება მთელი ეს ნიადაგი, წყალი და გაუბე ეს ყველაფერი ხო წვიმას მერე ჩააქ ხო უნდა ესე აი ნიადაგი აბსოლუტურად ესე იგი საკვები და ისინი იმას მოყვება და უბედურდება და ჟანგბადის ერთადერთი ჟანგბადი იყო და ის ჟანგბადიც უკვე ნაკლებობა და თუ გადაშენება უნდა ქართული ერისა ბატონ თემის თქვენ კარგი რამ თქვით, იმიტომ რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით რიონის ხეობაში ისეთი რამის გაკეთების, იმიტომ წაიღებდა მთლიანად ჩაიტანდა. წარმოვიდგენია თქვენ ახლა რომ აი ეს ხეობა, რომელიც უნიკალური ჯიშებია ყველაფრის და რაღაცა. ჩინეთის დიდი ქესი რომ გაიღო, იცით რამდენი დაიღუპა? ვიცი და იქ კიდე დიდი პენსია. ჩინელები აწარმოებენ იმნაირად ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. ბატონო 22 საუკუნეა როგორც ამბობენ, მაგრამ ახლა მე ამ დღეებში ბათუმი ვნახე და უბრალოდ ვიტყვი რომ თბილისში ხო ხედავდი რომ ეს ქაოტური მშენებლობა და ბათუმი პრაქტიკულად ვინმეს გონია რომ ის შენობებია კარგი, ბათუმის სიძლიერე იყო სიმწვანე, ბათუმის სიძლიერე იყო ჰაერი. აი არასწორად ვიქცევით ბატონებო ბევრ რამეში და აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა რომ ვინც ამ ბინაფშენებლობის საკითხებზე მუშაობს თბილისში, უბრალოდ ამ ესე იგი ჩვენ ერთ პერიოდში საკანალიზაციო სისტემაც კი შეიძლება მოკლედ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაგვაყენონ. შეიძლება ასეთი უაზრო გავკესი მშენებლობა, აი როგორიც მიდის რამდენიმე იმაში თბილისში, ბათუმში, აი
მარნეული სენჩინახი ამის მშენებლობა იქ ძირითადში აზერბაიჯანელები და ისინი აკეთებენ ამას უფიქრობდი იმას რომ კაი კი ბატონო ვიღაცას უხარია ეს შენობები მაგრამ უნდა გიხაროდეს სიმწვანე უნდა გიხაროდეს ის რომ ჟანგბადი იმიტომ რომ ჟანგბადი ბატონო ამას ვამბობ რომ აბა რა იყო რომ ჯერ ერთი სულ სავსე იყო მაგრამ მაინც ბაკურიანში მივყავდით რა იმიტომ რომ ტყეში შემსულიყავით და რაღაც ეს გვესუნთქა რა ნუ ხა ეს ხო წამოიგანები და ისე რომ ამიტომ იცით რა არის რომ აი ამ გადაცემებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა თქვენ უდიდეს საქმეს აკეთებთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ აი რაც აი ხა ჩვენ რო ვისაუბრეთ ბატონთელის ეს ძალიან კარგია გითხრათ რომ მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო არა მარტო ქალბატონ მარიკ იკაძეს არამედ ბატონ ზურაბ ხუმსიაშვილს ბატონი ზურაბი აკეთებს უდიდეს ბატონ ზურაბ ხუმსიაშვილმა ამოაგდა მხარში ქალბატონ მარის და მისი ხორბლისგან ეხლა ისეთ კაი რაღაცას გეტყვით რომ გაგიხარდებათ რა ეხლა მე ვამზადებ უკვე მოხსენებას აი ამ სამინისტროში და ბატონ ზურაბთან მქონდა სამუშაო შეხვედრა და უკვე ერთად დავალაგეთ როგორ დაერა და პირველი რაც მინდა თქვა რომ დღევანდელ დღეს ფუნქციური საკვები 200-ზე არ არსებობს რომ ფუნქციური საკვები ნიშნავს რომ შენ ორგანიზმში შეგაქვს ის საკვები ნივთიერებები რომელიც შენს ორგანიზმს ჭირდება ის 30 მიკროელემენტი ის ბიოლოგიური აქტიური ნაერთები ყველაფერი და არ შეგაქვს ხანქიმიკატები და უბედურება ხო ეგ არის თავარი ხო ფუნქციური საკვებისა ფუნქციური საკვები იმიტომ არის რომ ფუნქციური საკვები ორგანული შეიძლება იყოს მაგრამ არ იყოს ფუნქციური გამიგეთ რა არის იმიტომ რომ ფუნქციური რას ნიშნავს რომ აი როგორც ღვინოში უამრავმა კომპონენტებმა შექმნეს რაღაცა მატრიცული ეფექტი ამ ღვინომ და შეიძლება სხვა ღვინომ ვერ შექმნას იგივე მატრიცული ეფექტი რომ ის კომპონენტები აკავდეს რომელსაც ქმნიან იმას აი ეს არის ფუნქციური საკვების ისა ხო ეხლა წარმოიდგინეთ რომ ბატონ ზურაბმა ქალბატონ მარის გაუკეთა მინი ვერტიკალური ფერმა რატომ არის ეხლა ვერტიკალური ფერმა არნახულად აქტუალური დღევანდელ დღეს და ეს მინდა ცოტა რომ ვერ განვითარდა ეს არა აქ ისე გულობთ რომ ურბანიზაციას ვერ არის აღარ შეაჩერეს პრაქტიკულად ურბანიზაცია არის რაღაცა გაუბედურებული მაგრამ სოფელი ცარიელდება და იქ დამუშავება მიწების და იმის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება უკვე დაცარიელდა სოფლები შესაბამისად ვერტიკალური ფერმა ეს არის უნიკალური საშუალება რომ აქვე აი ამავე იმაში უბნებში იყოს ვერტიკალური ფერმები უამრავი ისენია შენობები რაღაც უაზრო არაფერს გაკეთებენ ან ნებისმიერ საბავშვოებაში ნებისმიერ სკოლაში შეიძლება ერთი ოთახი გამოყონ სადაც თვითონ ბავშვები იმას იზავენ ან ესე იგი მათ შეუძლია მოიყვანონ პრაქტიკულად ხეებისა და იმის გარდა ბუჩქების გარდა ყველაფერი ბოსტნეული ყველა საკვები შეიძლება აწარმოო აი ამ იმაში თანაც როგორ აწარმოოთ რაც ჩვენ უკვე შევთავაზეთ იმას შეთავაზებ რობერტ კენედის გუნდს იმათ არ მოეწონათ ეს ყველაფერი რა კონკრეტულად რომ ეხლა იქ არის ჰოგნადის ნარი გამოიყენება ვერტიკალურ ფერმაში 14 მაკრო მიკროელემენტისგან ჩვენ შევთავაზეთ 30-ზე მეტი ვერმიპონიკა იქ არის ჰიდროპონიკა ჩვენ შევთავაზეთ ვერმიპონიკა თქვენს რომ ესე იგი გავაცებულები არიან ჩვენ უკეთეს თავაზობთ იმას და გარკვეულწილად ეს უფრო მეტია უფრო იაფია და უფრო ფუნქციურია და იმიტომ რომ ეს მიკროელემენტები საკვებარეში სწორედ გადადის იმაში პამიდორში იქნება კითში იქნება მარცხში იქნება რაც გინდა ეს ყველაფერში და აი ის იქნება სუფთა ორგანული ოღონდ ვერტიკალური ფერმები შეიძლება ამ კლიმატისა და ამ სეტყვისაგან იმისგან დაცულია იმიტომ რომ აი ამ პატარა ოთახშია შეიძლება ტონობით თანაც უსეზონო 12 თვის მანძილზე ყოველ რამოდენიმე დღეში ერთ კვირაში ატყისა მოსავალი ქონდეს და აწარმოო ეხლა ამას ხელოვნური ინტელექტი ჩაურთეს და ხელოვნური ინტელექტით იწარმოება ყველაზე ოპტიმალური პირობები მცენარის დაგანვითარებისთვის და იმისთვის და მიწოდებისთვის და ყველაფერისთვის ბატონ ზურაბმა პრაქტიკულად ეს გააკეთა და შექმნა ჯეჯილი რომელიც იყო აი თქვენ რომ იმასკენ თოპ ეხლა მე რა ვუთხარი რომ ეს ხო უკვე ფუნქციური საკვებია ეს ჯეჯილი იმიტომ რომ მისი კომპონენტები ერთით რომ ჭამდი იმას რაც იყო პირდაპირ აი როგორც აშკარად გზნობდი რომ აი ორგანიზმში თან მობილიზირებას გააკეთეს რომელიც ყველა საუკეთესო შრობის ის არის ხო აი ეს მე ჩვენ რო ვიყავით ჩატოზეგანში ეს მე ხო ჩავაკრეინეთ იმაში მაწონში მაწონი კიდე პრობიოტიკებია ეს
პრებიოტიკებია და წარმოქმნის სიმბიოტიკებს ჩვენს ორგანიზმში, რომელიც ჩვენ ჯანმრთელობა. ნუ თუ ესენი არ მომიყვანოს, საოცარია ხე ჩვენ რამდენიმე კარგი წინააღმდება, რადგან აქ ძალიან ბევრი უყურებს ამ გადაცემებს და მით უბრალოდ ბატონი თენგიზი მონაწილეობს, ყველა ელოდება და მიაწოდოთ უნდა ხელისუფლების წარმომადგენლებიც უყურებენ. ძალიან კარგი წინა, რაც ხარგ დაჭერა გააკეთეთ, ამას მხოლოდ დიდი მადლობა ნეტავი, კარგი საქმეები კეთებოდეს და ამას მხოლოდ მივესალმებით და დაჟდა უკრავთ. დიდი ხანი ამაზე ბატონი თენგიზი საუბრობს და ეხლა იმსახურებს იმას, რომ რაღაც ერთი დიდი საბჭო სამეცნიერო რომ შეიქმნას, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს მოსაზრებები ქართულ მიწასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გავაჯანსაღოთ მიწა, ის რაც კვების პროდუქტების კონტროლი როგორ უნდა იყოს, წარმოება როგორ უნდა იყოს, იგივე წინადადებები, რომელიც დავით აღმაშენებელის ჰქონდა, ვინც მიწას ამუშავებდა, იმას ნაკლებ გადასახადს აღთევინებდა. ჩვენ უნდა დავამატოთ ის, რომ ვინც ხამქიმიკატს არ იყენებს, იმას პირიქით ცესხი უნდა მივცეთ, გვერდში უნდა დაუდგეთ. სახელმწიფო უნდა აკრძალოს ხამქიმიკატები, წარმოუდგენელია ასე დააგვიანოს შენი მიწა და იმის გამო რომ შენ ხელისუფლება 4 წელი ხარ, 8 წელი ხარ, 100 წლის იმას აყენებდე, ესე იგი დარტყმას აყენებდე შენს მიწას, ეროვნულ სიმდიდრეს, ჩვენი ტყეების, აი ეს ხის მოგჭრა, ხის რაღაცის კატასტროფა უნდა იყოს, პირიქით უნდა წავეხალისოთ, როცა ეს ყველაფერი თქვა ირგვლივ აქტუალური რაღაცა მინდა თქვენ შეკითხვა სახით დროში ვარ ცოტა აი ერთი წამიდასო ძალიან მოკლედ დავამთავრებ, რომ ფარმა ინდუსტრია ამოწია რესვერატროლი ღვინიდან და თქვა, რომ უნიკალური ელექსირიაო, რომელსაც აქვს არნახული მომავალი და იმიტომ რომ ამაზე უკეთესი ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი არ არსებობს დედამიწაზე რა. იმიტომ რომ გახსოვთ რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ისე რომ რესვერატროლი თავის ტვინში როგორც ჯანსუღ კახიძე ისე ქმნის ინტელექტს, გულსიაღრმო სისტემას, უამრავ რაღაცებს, წინვალ რაღაცებს აკეთებს და რა გააკეთა ფარმა ინდუსტრიამ. ღვინოზე ხო თქვა რომ შხამიაო და უნდა იგზავნოსო და საერთოდ არ შეიძლებაო. ამავე დროს გააკეთა ყურძნის კანის უჯრედები და გემოდიფიცირება და შექმნა რესვერატროლი, გემოდიფიცირებული და ოღონდ იმათ ვერ შეძლეს ტრანსრესვერატროლის შექმნა და შექმნეს შაქართან დაწვრილებული რესვერატროლი. ოღონდ ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ რესვერატროლი ეთანოლში იხსნება და ცხიმებში იხსნება, ხოლო ეს წყალში იხსნება. ესე იგი, ამას სულ სხვა გზა აქვს და ამას სულ სხვა გზა აქვს, ამას სულ სხვანაირი ეფექტებია, გამიგეთ რა არის, რომ ამას აკრულებენ ექიმებს, რომ აი ამათი შექმნილი ეს ისა, ეხლა დოქტორმა კანმა გაუმიგზავნა და ეხლა იმას ეგონა, რომ აუ შემოთავაზა ეხლა ისეთი რესვერატროლი, რომელიც მე უნდა ტაში დამეკრა და რომელ თავაზობ მე უთხარი, ყურძნიდან კანიდან გამოყოფილს ექსტრაგირებულს თუ აი ამ ისა გემოდიფიცირებული იმას. თანაც მე უთხარი, ეს არც ერთი არ არის, ყველა არის გლიკოზირებული და ეს არის სულ სხვა ისეთი ეფექტი და ეს ჩვენ ეთანოლში რაც იხსნება, მე უთხარი, ეს სულ სხვანაირი მოქმედების ის არის, იმიტომ რომ ცხიმში თუ არ იხსნება რა ბატონო თემურას, მაშინ თავის ტვინში ვერ შედის და ეს კი წყალში იხსნება და წყალში ეგრე ვერ შევა იმას. ესე იგი საოცარი რამეები აქვს ბატონ თენგის, მე დარწმუნებული ვარ, რომ გაირღვევა ეს როგორც იტყვიან ეს კარგი გაგებით უნდა ვთქვა ეს ჩინური კედელი ეხლა და ეს კალი გაირღვევა, რომელიც კი გასაგებია უნდა გაჩერდეს ეხლა, იმიტომ რომ მე გაუცებული ვიყავი ეხლა გაუცხელთა გარკვეულ ჯგუფთან მქონდა შეხვედრა და ბატონი ზურაბ ქუმსიაშვილის მიერ ზღვის პირზე ძირზე დაწვრილებული ღვინო მივეცა და გაგიჟდა ხალხი და უბრალოდ ამბობდნენ იმას, რომ ესო ეხლა ამერიკაში რო იყოსო ერთმა პიროვნებამ მითხრა, რასაც თქვენ ამბობთ და მე მან გამატანა ისტორია, რომელიც თან მიყვება იმ ბოც, ეს $1000-ზე ნაკლები არ ეღირებაო. წარმოიდგინე რა საშუალებები გააჩნია. თანაც თუ ფუნქციური საკვები ჩვენ რაოდენობით ვერავის ვერ მოვერევით, ჩვენ მოვერევით მხოლოდ ხარისხით. აი ამიტომ ამბობთ, რომ შხამქიმიკატი ავგზელოთ, მიწას მივხედოთ, წყალი არ დავანაგვიანოთ, წყლის პრობლემას ჟანგბადს მივხედოთ, ხე არ მოვჭრათ, ტყეს მივხედოთ, ტყე შევინახოთ. ეს კარგია ძალიან ხესები, მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ მცირე ხესებია საჭირო უფრო მეტი და მზის და ქარის ენერგიის გამოყენება, ვიდრე რიონის ხეობა დაფარო
ეს დანაშაული იქნება რაღაც წარმოუდგენელია ეს კეთება ძალიან კარგი რამ თქვა ვენესუელას მაგალითი ძალიან კარგი მაგალითი ეხლა ძალიან კარგი რამ გითხრა დღეს კიდევ ბატონმა ალექსანდრე კასაძემ რომ აი ტელევიზიას დირექტორად სათავეში რო ესეთი ინოვაციური კაცი უდგა სათავეში და სექტემბრიდან ეს კიდე სხვანაირად დაიწყობა ყველაფერი ნელ-ნელა ახლა ხარდაჭერაც იქნება გვერდში დგომა იქნება და აი ვამბობ იმას რომ ჩვენი მიმართულება უნდა იყოს ის რომ ადამიანების ჯანმრთელობა ადამიანები იყვნენ ჯანმრთელი და სიცოცხლის ხანგრძლივობა გავაჯანმრთელოთ. აი ამას თავაზობთ ჩვენ ჯანმრთელი სიცოცხლე. ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ ყავს ადამიანი რომელიც არის იაპონიაში მთავარი იაპონური პრიზების განაწილება კომისია რო შექმნეს ეს კაც შეიყვანეს თენგი ჯალიაშვილი. ფლორიდაში აგერ ერთ-ერთი უცნობილესი უნივერსიტეტის პრაქტიკულად სამეცნიერო კონსულტანტად და საბჭოში შეიყვანეს. გერმანია, საფრანგეთი, იტალიაში თქვით აი როგორი დამსახურებითაა და დღესაც მისი აი 7 იზღის არა ეს ევრო 1 გრამი თუ რაღაცა თუ 700 ევროღის 700 მილიგრამი რაც აუწყებს. 1000 მილიგრამი რომლის იმუნოსტიმულატორი რომლის შექმნის სათავეებთან ეს კაცი დგას. ესე იგი ამერიკის მთელი ახალი გუნდი ბობი კენედის იმით ამ კაცთან ურთიერთობაშია ეს შესაძლებლობები ხოლმე გამოიყენა სენატორები. მე რატომ თქვი ეს ყველაფერი აი დააკვირდით ბატონ თენგის ბოლოში რა მინდა თქვა. ესე იგი რა არის მეცნიერთა კონგრესი? მეცნიერთა კონგრესმა აი ესენი ყველაფერი დადო გამოიტანა ჭკვიანი ხალხი მოძებნა არა მარტო ის რომ ჩავიკეტოთ და საქართველოში არ პლიკი თელ მსოფლიოში თუ საინტერესო რამებია ეს ყველაფერი მოიკრიბა დაიდო ეს დოკუმენტებში ითქვა რომ არავითარი პრობლემა ამ ქვეყანაში არ არის ამ ეტაპზე აი პარტიების ბრძოლა არის კატასტროფა ერთმანეთის წინააღმდეგ რომ პოლიტიკური დაძაბულობა არის წინააღმდეგობა და რას თავაზობს მეცნიერთა კონგრესი ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას თანაც პრინციპები აქვს ჩამოყალიბებული და რა არის ამ ეროვნული თანხმობის ხელისუფლების ისა თავარი რომ კი არ ვეუბნოთ ერთმანეთს შესაძლებლობები გავაერთიანოთ შესაძლებლობათა გაერთიანება აი შესაძლებლობა აგერ უნიკალური ხო ამას რატომ დავებრძოლოთ ამაში მაინც ხომ უნდა გავერთიანდეთ რომ მეცნიერული რაც არის კარგი და ყველაზე ძლიერი ეს ქვეყანა იქნება მაშინ როდესაც პროფესიონალები იქნებიან ხელისუფლებაში მეცნიერებას მოისმენენ და ჩვენ ხელანი ქვეყანაში ცხოვრობ თუ ქვეყნის გარეთ ვიფიქრებთ არა იმაზე ერთმანეთს როგორ მოვუგოთ ერთმანეთი როგორ დავამარცხოთ არამედ ვიფიქრებთ იმაზე რომ შესაძლებლობათა გაერთიანება როგორ მოვახდინოთ მომავლის საქართველოსთვის აი ეს ის რაც მინდოდა ბოლოში მეთქვა და ამ ასეთ რამეების აი იმ ძალას რომ ამაზე ვიფიქრო ეს თქვა აი ესეთი ადამიანები მაძლევენ მე მოხარული ვარ სადაც კი წავედი გარეთ რომ ვიტყვი გვარს მე შედიან ინტერნეტში მიპოვიან ამას ყველაფერს და მეუბნებიან სასაუბრამეს ორ პიროვნება შევხვდი ახლა მე ამ ბოლო პერიოდში ერთი ჩეჩენი მაგამედოვია მეორე დაღესტანელი მაგამედოვია ორივენი ამერიკაში ცხოვრობენ ერთი ამბობს იმას რომ აი გლის ხალხით რო იბადებიან აი მისი ოპერაციების გაკეთება ჩრდილოეთ კავკასიაში და გითხრეს რომ 10 ბავშვი ჩამოიყვანეთ უფასოდ ეს ძვირადღირებული ოპერაციებია ჩვენ გავუკეთებთო და მეორე პიროვნება ეს მაგამედოვი დაღესტანელი მეცნიერების დოქტორი მათემატიკოსი ესე იგი კალიფორნიაში რომელიც ათეული რო არის წარმოება თვითმფრინავების ბოინგი წვეთეთია რა ერთ-ერთი ამ პიროვნებასთანაა დაკავშირებული წარმოიდგინეთ წასული იქიდან კაცი რომელსაც უპილოტო თვითმფრინავის ლიცენზიაც 2 კაციანი 7 კაციანი 19 კაციანი სასაული რამე აქვს და მე ამ პიროვნებას ახლა რო ხვდები და ამ დღეებში კიდე მივიდივარ რო შევხვდე დაღესტანელია და ამბობს იმას რომ აღარვინ ამერიკაში ცხოვრობა მინდა ჩამოვიდი აქეთო და აი მომეცით საშუალება კავკასიაში სასაული პოტენციალია კავკასიაში სასაული ინტელექტუალური პოტენციალი ბუნებრივი რესურსებია უნიკალური ადამიანური რესურსებია უნიკალური ყველაფერი უნიკალურია ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან დიდი შემოძახილი გავაკეთოთ და აი წერა რომ თქვით აი ბევრ რამეს დაარეგულირებს ბატონ თენგის როდესაც თქვა ჩვენ გვექნება დაღესტანიდან ჩამოტანილი პროდუქცია პირობითად ვამბობ ესე იგი ჩეჩნეთიდან ჩამოტანილი ესე იგი ჩრდილოეთ
რუსეთიდან ჩამოტანილი, ყაბარდო-ბალყარეთიდან ჩამოტანილი, ესე იგი იქ აი ყველა რუსკია ჩამოტანილი და ესენი ყველაფერი დევს, ჯერ ერთი კონკურენტული გარემო ეგ არის. დაინახავს ადამიანი კი, მაგრამ რატომ ღირს თქვათ უმაღლესი ხარისხის ხორცი, რომელსაც გრამი და აგერ იქნება ლაბორატორია, რომელსაც აი ასეთი კაცი ეყოლება, რატომ ღირს თქვათ 20 ლარი და რატომ ღირს ჩვენთან 40 ლარი გუშინში იმ მაგში რომ ვიყავი, მითხრა რომ ჩვენ რო არ შევქვნათ ეს მეურნეობაო, ის ხორცი რომელსაც ჩვენ იმ მეურნეობაში ვაწარმოებთ, აი რესტორან რაჭაში მითხრეს, ესო მაგა რომ ვიყიდოთ ბაზარზე 45 ლარი უნდა გადავიყიდოთ. რას ამბობ ხალხო? 45 ლარი ამერიკაში აღარ ღირს ხორცი და რაღაც ალმაზი არა. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობები უბრალოდ გახსნა გვჭირდება. ერთმანეთთან გახსნა ის კი არა რომ აი თვითკმაყოფილი იყო რომ რა კარგად მუშაობ, აი როგორ აი მე იმიტომ მიხარია მეცნიერთა კონგრესში შიგნით რომ ვიკრიბები დამობთ რომ ბიჭო არ არის ჩვენი ეფექტი ისეთი. ხალხი არ მომს, იმიტომ კი არა რომ აი სასაული რამე არაფრის გარეშე აი ეგრე ტელევიზიას შეგუდგებართ გვერდით, აი ეგრე სიგნი გამოვეცით, აგერ ეს გავაკეთოთ, ამით კი არა ტრაბახი. ლაპარაკი არის იმაზე რომ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლება, რომ ჩვენ შესაძლებლობათა გაერთიანება გვჭირდება, რომ ქვეყნის პოტენციალი მოვიყვანოთ მოქმედებაში. ვერც ერთმა ხელისუფლებამ 1992 წლიდან მოყოლებული დღემდე ქვეყნის პოტენციალის 7-8%-ზე მეტი მოქმედებაში ვერ მოიყვანა. აი ასეთი ადამიანების მონაწილეობით ჩვენ 6 თვეში 30-40-ზე მივალთ და 60 წელიწადში 80%-ზე მივალთ და იქეთ კიდე წავიწევთ. რომელი ჯობია ბატონებო? რომელი ჯობია ვიყოთ თვითკმაყოფილი, თვითდაჯერებული და ვლაპარაკობდეთ რომ რა კარგები ვართ და ძლიერები ვართ, თუ ვლაპარაკობდეთ იმაზე რომ ესე იგი გვყავს როგორც იტყვიან შერეგილები შერეგილება შეცვალეს თელემსოფია, შერეგილი ზისაგერ. ესე იგი არ ვარ გეწყინოს კი პოლიტიკური შერეგილები. ასე რომ მაგრად ვიყოთ, კარგად ვიყოთ და ჩვენს ქვეყანას უგუშაგოთ. მაგარი ხალხი გყავს, კარგი ხალხი გყავს, რატო უნდა ვიყოთ ან ასეთ მდგომარეობაში, ან რატო უნდა ვიყოთ დაბოლებული. ჩვენ ვერ ვართ დიდი წარსულის, მძიმე რეალობის, მაგრამ უდიდესი მომავლის ქვეყანა ასეთი კაცების ესე იგი თანადგომით. მაგრად ვიყოთ. გავიმარჯვოთ.